დიდი ბრიტანეთი ფაქტობრივად ტირანიად იქცა. ეხლა კი ადამიანებს ქვეყანაში შესვლას უკრძალავენ, რათა ისინი პროტესტში მონაწილეობა არ მიიღონ. Unites the Kingdom-ის პროტესტი, მასშტაბური მილიონიანი ღონისძიება, რომელიც სწორედ ამ წლის დასაწყისში გაიმართა, სადაც ტომი რობინსონმა ისლამიზაციისა და არალეგალური იმიგრაციის წინააღმდეგ მსვლელობა ჩაატარა და, რა თქმა უნდა, მთავრობა პანიკაში ჩავარდა. და ეხლა მათი გამოსავალი ის არის, რომ მომხსენებლებს დიდ ბრიტანეთში შესვლას უკრძალავენ. მინდა ვთქვა, რომ ეს გადაჭარბებულია, მაგრამ ეს ასე არც კი არის. ღმერთო. ამას მართავს ნაბიჯრების ხროვა. ისინი აუქმებენ ვიზებს საჯარო მომხსენებლებისა და პოლიტიკოსებისთვის, რომლებიც 16 მაისს Unite the Kingdom მიტინგზე უნდა გამოსულიყვნენ. მათ შორის არიან ევა ვლად, ჰოლანდიელი პოლიტიკური კომენტატორი, ვალენტინა გომეზი, ამერიკელი პოლიტიკოსი, ჯოი მარნარინო, ამერიკელი პოლიტიკური კონსულტანტი და არდა ლუჩი, ესპანელი პოლიტიკური კომენტატორი. მან ახლახან გააუქმა ჩემი ვიზა გაერთიანებულ სამეფოში და ეს თითქოს ჯადოსნურად მოხდა რამდენიმე დღის შემდეგ, რაც პირადად მივწერე ტომი რობინსონს მის ლონდონში დაგეგმილ 16 მაისის მიტინგში მონაწილეობის შესახებ. ყველას გაუუქმეს ვიზა, განაცხადეს, რომ მათი ყოფნა დიდ ბრიტანეთში საზოგადოებრივი კეთილდღეობისთვის არ არის სასარგებლო. სირცხვილი ბრიტანეთის მთავრობას კია სტარმას და შაბანა მაჰმუდს. დიდი ბრიტანეთი უშვებს მსჯავრდებულ დამნაშავეებს, მაგრამ არა თავისუფლად მოაზროვნე თეთრკანიან და ჰისპანური წარმოშობის ქალებს. გასაგებია, თუ გაინტერესებდათ ან იმედოვნებდით, რომ ტომი რობინსონის აქციაზე მივიდოდი ან სიტყვით გამოვიდოდი, ასე არ იქნება. ამას ვერ გავრისკავ. და როგორც ბრიტანეთის მოქალაქეს უბრალოდ არ გამაძევებენ, დამაკავებენ კიდეც. ბრიტანეთის მთავრობა კვლავაც აკავებს თავის მოქალაქეებს იმის გამო, რასაც ისინი სიძულვილის ენად ან ტერორიზმად მიიჩნევენ. ჩემს ყველა ბრიტანელ გამომწერს მოუწოდებ მხარი დაუჭირონ აქციას. წადით, გაერთეთ, იყავით მშვიდობიანები, არ დალიოთ ალკოჰოლი და აჩვენეთ თქვენი სიყვარული იმ საოცარი კუნძულის მიმართ. ამ ორუელისეული ტირანიის შეცვლის ერთადერთი გზა არის მათი არჩევნებით გაძევება. ბოდიშს გიხდით, მეგობრებო, მინდა იქ ვიყო, მხარი დაგიჭიროთ და ასევე ჩემი ოჯახიც ნახო. ეს სინამდვილეში ყველაზე დიდი დროა, რაც სახლში არ ყოფილვარ და ისინი არ მინახავს. ასე რომ ხო, როგორც არ უნდა იყოს, დიდ სიყვარულს გიგზავნით. თავისუფლად შეგიძლიათ არხის მხარდაჭერა, მულები ბიოშია. კარგი, მადლობა, ნახვამდის. კარგი, ვისურვებდი მეთქვა, რომ ეს გადაჭარბებულია, მაგრამ მეც მსგავს მდგომარეობაში აღმოჩენილ ვარ. ბევრი თქვენგან საინტერესებდა, საიდან ვარ, რა აქცენტი მაქვს და მთელ ამბავს არ გიყვებით, მაგრამ წარმოშობით დიდი ბრიტანეთიდან ვარ და ძალიან მინდა იქ წასვლა. და პრაქტიკულად ყველა მითხრა, არ გააკეთო ეს, რადგან იმ ტიპის კონტენტისთვის, რაზეც საუბრობ, დაგაპატიმრებენ. და როცა დიდ ბრიტანეთს უყურებ და ფიქრობ, როგორი ქვეყანაა, როგორ მოხდა ეს, როგორ გახდა ის ისლამიზებული. ეს სწორედ ამის გამოა. რადგან მთავრობა იმის ნაცვლად რომ გაერკვია საკუთარ შეცდომებში, მილიონობით მიგრანტი შემოიყვანა და უკანონო მიგრანტებს დარჩენის უფლება მისცა და გახდნენ სექსუალური ექსპლუატაციის ბანდების პრობლემა. ამის ნაცვლად ისინი ცდილობენ იმ ადამიანებთან გამკლავებას, ვინც მათ ამაზე მიუთითებს. ეს არის მათი გამოსავალი. არა სექსუალური ექსპლუატაციის ბანდებთან გამკლავება, არამედ იმ ადამიანებისთვის თქმაქმა, ვინც გაფრთხილებთ ამ ბანდების შესახებ, რომ მათ ამის თქმა არ შეუძლიათ. წარმოიდგინეთ ეს. წარმოიდგინეთ, რომ სოციალურ ქსელში რაღაც გამოაქვათნეთ და ამის გამო დაგაკავებენ. მაგრამ ამ ადამიანებს არც კი აძლევენ საშუალებას, რომ დიდ ბრიტანეთში ჩამოვიდნენ. რა თქმა უნდა, ტომი რობინსონი არ იკავებს თავს. მოდით მოვისმინოთ, რას ამბობს ჯოი ამაზე. ის ერთ-ერთი მათგანია, ვისაც აკრძალეს შესვლა. და ვნახოთ, როგორ რეაგირებს ტომი. სიმართლე გითხრათ, შოკში ვარ, რომ ამ ვიდეოს წერ, მაგრამ ოფიციალურად ამიგრძალეს გაერთიანებულ სამეფოში შესვლა. დიახ, მე საზოგადოებისთვის საზიანოდ ჩამთვალეს. ახლა მთელ ამბავს გიამბობთ. რამდენიმე დღის წინ ადა იუკი, ყველა მიცით, ის ძალიან ცნობილი ინფლუენსერია ესპანეთიდან და ერთ-ერთი ყველაზე ახლობელი ადამიანია ჩემთვის. და ის პირადად ესაუბრებოდა თამი რობინსონს, სადაც შეთანხმდნენ, რომ ის დაესწრებოდა და მე გამოვიდოდი სიტყვით UTK-ის მიტინგზე. მას ძალიან ცნობილი ვირუსული მომენტი ჰქონდა წინაღონისძიებაზე, რამაც ფაქტობრივად საერთაშორისო პოპულარობა მოუტანა მემარჯვენე მოძრაობაში. ასე რომ ჩვენ ვაპირებდით წასვლას. მე უნდა გამომევიდა სიტყვით. და უცებ, 3 დღის შემდეგ, ჩვენ ჯერ კიდევ არაფერი ჰქონდა საჯაროდ გამოცხადებული. არაფერი იყო საბოლოოდ გადაწყვეტილი ვფიქრობ. მე თომი რობინსონთან არ მისაუბრია, ადამ ეს გააკეთა. მე მივიღე ელ-ფოსტა შინაგან საქმეთა სამინისტროდან, რომელსაც შაბანა მაჰმუდი ხელმძღვანელობს, რომ მე არ შემომიშვებენ დიდ ბრიტანეთში. ეხლა, აი რა არის სასაცილო. ამ ETA-ზე განაცხადი 1 წლის წინ შევიტანე. ამ ETA-ით მინიმუმ 5 ჯერ შევედი ქვეყანაში. გონი გასული წლის მაისში, აგვისტოში, ნოემბერში, თებერვალში და სულ რამდენიმე კვირის წინ, აპრილში, მანჩესტერში ვიყავი და სიტყვით გამოვედი. უკვე თითქმის 10 წელია დიდ ბრიტანეთში დავდივარ. მე დიდ ბრიტანეთში 10 წელი ცხოვრობდი. არასდროს დამირღვევია არც ერთი კანონი. რა თქმა უნდა, თუ ახლა ლაპარაკიც დანაშაულია. არავინ მითხრა, რა კანონი დავარღვიე. არავინ მითხრა, რატომ აკრძალავენ. უბრალოდ მითხრეს, რომ ჩემი ყოფნა საზოგადოებრივი კეთილდღეობისთვის სასარგებლო არ არის. რაც სასაცილოა, რადგან თუ საფრანგეთში წახვალ და ნავით დიდ ბრიტანეთში გადახვალ, მათ არ იციან, ვინ არის საზოგადოებრივი კეთილდღეობისთვის სასარგებლო და ვინ არა. და რას ნიშნავს საზოგადოებრივი კეთილდღეობისთვის სასარგებლო?
საზოგადოებრივი კეთილდღეობისთვის ბრძოლა, ან იქნება მხოლოდ ზოგიერთი ნაწილისთვის ბრძოლა. იმავე ნაწილებისთვის, რომელთანაც თქვათ შაბანა მაჰმუდი ასოცირდება, სხვათა შორის მოგესალმებით გადაცემაში პუშბექი, მე მირაკი ვარ, თქვენი წამყვანი. დარწმუნდით, რომ გამოიწერთ არხს, რადგან გვჭირდებით აქ, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანია, რომ გაავრცელოთ ეს ვიდეო, რათა სხვებმაც გაიგონ რა ხდება სინამდვილეში. ისინი უშვებენ გამაუპატიურებლებს, მკვლელებს, ტერორისტებს. ანუ ეს ყოველდღე ხდება. ყოველდღე და არაფერს აკეთებენ ამაზე. მაგრამ ეს ყველაფერი, ჩემი აზრით, თომი რობინსონის დიდი შეკრების ჩასაშლელადაა გამიზნული, რომელიც 16 მაისს გაიმართება. თქვენ მყავთ ევა ვალერ დე ბრუკი. ვიცი როგორ გამოითქმის მისი სახელი. ეს ლამაზი სახელია, არ ვიცი როგორ თქვა. მას აუკრძალეს. ის უნდა გამოსულიყო სიტყვით. ვალენტინა გომესი მასაც აუკრძალეს. ის უნდა გამოსულიყო სიტყვით. მე და ადა, რომელმაც წინა შეკრებაზეც გამოვიდა სიტყვით, მან მიიღო იმეილი დაახლოებით 1 საათის შემდეგ, რაც მე მივიღე ჩემი იმეილი, რომ მასაც აუკრძალეს გაერთიანებულ სამეფოში შესვლა. ფაქტობრივად შაბანა მაჰმუდს ყავს გუნდი, ალბათ, რომლებიც ხედან და ამბობენ, "ვოდი ვნახოთ, ვინ შეიძლება დაპატიჟონ ამ ღონისძიებაზე" და დავრწმუნდეთ, რომ მათ ვერ შეძლონ შესვლა, რათა საჯარო ყურადღება შევამციროთ. თვითონ ვერ ხვდებიან, რომ ეს მხოლოდ გაზრდის ინტერესს, რადგან ხალხი გაიგებს ამ აკრძალვის შესახებ, იმიტომ რომ მათ არ შეუძლიათ უცხოეთში მყოფი ადამიანებისთვის ამ თემაზე საუბრის აკრძალვა. და აი სიურპრიზი, ბევრი ადამიანი უცხოეთში დაინტერესებულია იმით, როგორ ახშობენ სიტყვის თავისუფლებას, რადგან ისინი უყურებენ დიდ ბრიტანეთს როგორც უზარმაზარ მარცხს და ფიქრობენ, როგორ არ გავიმეოროთ ეს შეცდომა. და იქნებ გამოსავალია ის, რომ მოусმინოთ იმ ადამიანებს, რომლებიც ამბობენ, რომ დიდი ბრიტანეთის ქმედებებში პრობლემებია. რადგან ის არ უწყობს ხელს საზოგადოებრივ კეთილდღეობას. თქვენ დიდ ბრიტანეთში ძალიან მიყვარს თქვენი ქვეყანა, მაგრამ თქვენ ცხოვრობთ ტირანიის ქვეშ. ეს მთავრობა უნდა შეიცვალოს არჩევნების გზით. ისინი არ აძლევენ უფლებას იმ ადამიანებს, რომლებიც არ სურთ ზიანის მიღება და უბრალოდ სურთ აზრების გაზიარება და ქვეყნის მონახულება. ჩვენ არ გვიშვებენ ქვეყანაში, მაგრამ თქვენთან თითქმის ყველა დიდ ქალაქში უცხოელი grooming ბანდები მოქმედებენ. მე აღშფოთებული ვარ. არ ვარ გაკვირვებული, მაგრამ ეს უბრალოდ ყოველთვის ველოდი ამას. ვფიქრობდი, როდის დამიშლიან შესვლას. მიგვირს, რომ აქამდე არ აუკრძალავთ. მე მეგონა ეს იმიტომ იყო, რომ მე აშშ-ის მოქალაქე ვარ და ჩვენ გვაქვს კონსტიტუცია, რომელიც სიტყვის თავისუფლებას უზრუნველყოფს. როგორც ჩანს, უკვე ეს ზვარიც გადალახეს. საზისხრობა. პირდაპირ საზისხრობა. ესენი არიან ის ადამიანები, რომლებსაც შესვლა აუკრძალეს. ეს არის ავა, ეს არის ვალენტინა, იცით, ის ვინც ყურანს სწავს. ის არის ის, ვინც ევროპაში და განსაკუთრებით დანიაში იმიგრაციაზე საუბრობს. ეს არის ადა და ეს არის ჯოი. ეს კი რა თქმა უნდა ის ქალია, ვინც აკრძალვას აწესებს. ძალიან გასაკვირია, ვინ წარმოიდგენდა ამას? შეშლილობა. მოდით ვნახოთ რა სიტყვის ტომი რობინსონი ამაზე, რადგან რა თქმა უნდა ის ჩუმად არ დარჩება. 2026 წლის 16 მაისს ჩვენ გავაგზავნით გზავნილს მთელ მსოფლიოს და establishments. ჩვენ კანკალს მოვგვრით მათ ამ ქვეყნის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური ძალის დემონსტრაციით. დაგეგმეთ ყველაფერი, იყავით იქ, დაგვეხმარეთ, შევქმნათ ისტორია. რაღაცა გრანდიოზული ხდება. ბრძოლა დაიწყო. მთელი მსოფლიო უყურებს ლონდონს. ლონდონი არჩეულია ბრძოლის ველად. თქვენ ბრიტანეთი, უელსი, შოტლანდია, ჩრდილოეთ ირლანდია და ინგლისი. ჩვენი ქვეყანა არჩეულია. მსოფლიო გვიყურებს. გვინდა შთაგონება მივცეთ მსოფლიოს, რომ ჩვენ ვერთიანდებით ამ ერში, ჩვენ ვერთიანდებით დასავლეთში. შემოგვიერთდით, დაგეგმეთ თქვენი კულტურული იდენტობის აღნიშვნა ლონდონში 2026 წლის 16 მაისს თქვენს ქვეყანას შეღანა სჭირდებით. ჩემი მიზანია მომავალ წელს ამ ღონისძიების მთავარი მონაწილე ვიყო. მინდა რომ ამ ღონისძიების მთავარი მონაწილე ვიყო. მინდა იქ ვიყო და ყველას უთხრა რა უნდა გავაკეთოთ. აი რას ამბობს ტომი რობინსონი. რადგან კი ოსტამას რეჟიმი ადგილობრივ არჩევნებში, რომის აკრძალვაც სცადა, მალე განადგურდება, პანიკა დაიწყო ჩვენი Unite the Kingdom-ისა და დასავლეთის აქციის წინ, რომელიც მომავალ კვირას მის კართან გაიმართება და მან დაიწყო პატრიოტების ქვეყანაში შეშვების აკრძალვა. ჩვენს ქვეყანაში უკვე მილიონობით ადამიანია კიერ. დაიწყე ჩანთის ჩალაგება. ხო. კი ასტამა, ამას ვერ გააკეთებ და ვერ ელოდები, რომ ხალხი იტყვის, ვაუ, კარგი საქმე გააკეთე კია. გაგრძელე იმ grooming ბანდების დაცვა, რომლებიც ჩვენს პატარა გოგონებზე სექსუალურად ძალადობენ და ყველას პირს უკეტავ, რომ ამაზე არაფერი თქვან. თითქოს გვინდა, რომ ძალაუფლებაში დარჩენ. როგორც ტომი რობინსონი ამბობს, დიდი ბრიტანეთი ისეა არჩეული, როგორც ტეხასი ამერიკაში. მათ რუკას შეხედეს და თქვეს, სად არის ყველაზე მნიშვნელოვანი ადგილი, რომელსაც შეგვიძლია მივადგეთ, ნელა-ნელა დავიპყროთ და იქიდან ყველაფერი დანარჩენიც დავიპყროთ. თუ შეუძლებთ დიდი ბრიტანეთის დაპყრობას, თუ შეუძლებთ ტეხასის დაპყრობას, შეუძლებთ მთელი ევროპის და მთელი ამერიკის დაპყრობასაც. მათ იციან, რომ ეს არის გეგმა, ეს არის მათი სტრატეგია, ეს არის დაწერილი. და ტომი რობინსონი ერთადერთი ადამიანია, ვინც რეალურად ებრძვის ამას.
კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ვფიქრობ, რომ ეს ადამიანი ერთ-ერთ ყველაზე მამაც საქმეს აკეთებს, როცა ცდილობს გაამჟღავნოს ის სიგიჟე, რაც ხდება დიდ ბრიტანეთში, მათ შორის ადამიანების ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვაც. არ ვიცი თუ თვითფრინავში ჩავჯდები, შემოსვლას ამიგრძალავენ თუ არა. რეალურად არ ვიცი, შეიძლება დამაკავონ კიდეც, როცა ჩავფრინდები, რადგან ვაკრიტიკებ გრუმინგ ბანდებს და დიდ ბრიტანეთში ისლამიზაციას. მე პირდაპირ საუბრობ ისეთ საკითხებზე, რაც უბრალოდ საღი აზრია და ხალხს ეს მამაცობად მიაჩნია, რადგან თუ გაბედავენ და ამას გააკეთებენ, შეიძლება დააკავონ, რაც ძალიან გავს იმას, რაც საბჭოთა რუსეთში ხდებოდა. თუ გაინტერესებთ, რატო დაეცა დიდი ბრიტანეთი ასე ცუდად, ამის რამდენიმე მიზეზია. ის ფაქტი, რომ მათი მთავრობა უფრო მეტად კონცენტრირებულია იმ ადამიანებზე, რომლებიც ქვეყნისთვის იბრძვიან და აძლევს გიჟურ ადამიანებსა და იდეოლოგიებს საშუალებას, შემოვიდნენ და გავცელდნენ. მადლობა ყურადღებისთვის.